ათეულობით ქართულმა დამოუკიდებელმა მედია საშუალებამ დღეს პროტესტის ნიშნად მუშაობა 3 საათით შეაჩერა. 17 საათზე კრიტიკული ტელევიზიების ეთერში და ონლაინ გამოცემების სოციალურ პლატფორმებზე ერთდროულად გამოჩნდა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი გზავნილი. ასეთი იქნება საქართველოს კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ. მედიის პროტესტ შეუერთდა ტელეკომპანია კავკასიაც. მედიის პროტესტ შეუერთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. ჟურნალისტმა ყველა ახალი ამბის წინ თქვა ფრაზა „სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს“. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. მადლობა, ეს მერაბ წულუკიძე იყო. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. შეგახსენებთ ამ დრომდე პასუხისგებაში არ არის მიცემული არც ერთი სამართალდამცავი, რომელიც ჩანს ჟურნალისტების მიმართ აშკარა ძალის გადამეტებაში, რომელიც დაფიქსირებული იყო საპროტესტო აქციების მსვლელობისას. თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს. მედიის პროტესტი ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ონლაინ გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორს მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ქართული ოცნების პროკურატურის ბრალდებით ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წინა სასამართლოს სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა. გადაწყვეტილებას დარბაზში პროტესტი მოჰყვა. რუსეთის სასამართლო მონებო პროკურორები მონები რუსები ხართ რუსები სხვა არაფერი შეგწყვეტ რომ რედაქტორი ციხეში გაუშვი მოდი აბა გამოიარე აქეთ კითხოთ მოდი მოდით პროკურორებთან კითხვები გვაქვს, მოდით ჟურნალისტებს. დაკავებული ჟურნალისტის პროცესს მისი მხარდამჭერები და სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამაღლობელი პროცესზე ხელბორკილებით შეიყვანეს, მას ხელში ეჭირა წიგნი „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა ქართული ოცნების პროკურატურამ დააყენა. დაცვის მხარე კი 100,000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. საბოლოოდ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატი საჭირო აღარ არის? ადვოკატი საჭირო აღარ არის? რა დანაშაულის მანამდე რომ შეაგინა ის რატომ არ გაქვთ აღწერილი? მე რომ ბების მიკერწვებული ხარ, მიკერწვებული. ივანიშვილის დიქტატურის ნაწილი ხარ. ეხლა გინდა რომ მედიას აქ მოუჭედო პუილების თავი? მათ ხო არა მოსამართლისა? მათ ხო არა პროკურორი ხარ შენ? რა უნდა თქვა რა? დემაგოგიით ხარ სავსე, დემაგოგიით რა უნდა თქვა ახლა? ადვოკატი რატომ არ ყავდა მზიას 3 საათი? 3 საათი გვიან მემარ. 3 საათი გვიან რატომ დაურეკეთ ოჯახის წევრებს? რატომ შეაძლიერეთ? მებუანზე ვინაის რატომ იცი? არა, დაადონა ხედავ რატო? შენ რუსო შენ დაპირდა ეს არ არის პროკურორი ეს არის ჩიკოვი. ანჯე გაყიდა. არა, გააბიე თაგეცა წაიღო. გაიყვანე. ივანიშვილის ეს კაცი აგერ ულაპარაკობს ზეკოდა ჩვენი კოლეგები რო განან და კიდე კამერას უთველენ მას ეს კაცი არის ივანიშვილის ოჯახის პირადი პროკურორი ეს მოსამართლე რომელიც აბსოლუტურად უსახელო მოსამართლე სახელმწიფოა ხო დღეს ზის და იღებს გადაწყვეტილებას რომ ზია ამაღლობელი უნდა გაუშვას 2 წლიანი წინასწარი პატიმრობა რატო იმიტომ რომ ასე უნდა ვიძინა ივანიშვილი ასე უნდა დაიცვან ეს კრიმინალური სამყაროს მეგობარი კრიმინალური სამყაროს მღილი ეს პოლიცმაისტერი ბათუმის გეგუას ლავასოგლის მოსწონახელი აი ამაზეა საუბარი მეგობრებო
ძია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველ შემთხვევაში მიზეზი საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრა გახდა, რომელზეც ეწერა იფიცება საქართველოს 15 იანვარს 15 საათზე. ამაღლობელთან ადვოკატს 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ პერიოდში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა, რომელსაც ჟურნალისტმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. ამაღლობელი რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს და მალევე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ისევ დააკავეს. გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით ამაღლობელის დაკავებაში პირადად მონაწილეობდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე. გამოცემის მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ დაკავების მომენტში ჟურნალისტს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და დგებუაძე მას სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება. ძია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ სოციალურ ქსელში დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი კამპანია წამოიწყეს. ძია ამაღლობელის დაკავების კადრები არის ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი კადრები, როდესაც მას ამ ადამიანს, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი სტანდარტი ქართულ მედიაში და უამრავი რამე გააკეთა მედიის თავისუფლებისთვის, აკავებენ ერთი პოლიციელის გინების და მუქარის ფონზე. სანამ ძია ამაღლობელი არის დაკავებული, თითეული ჟურნალისტი ამ ქვეყანაში არის პატიმარი. სანამ ქვეყანას ყავს სინდისის პატიმრები, თითეული ადამიანი ამ ქვეყანაში არის პატიმარი. ვინც დღეს რუსული ანგარიშსწორებით ხართ დაკავებულები და საქართველოში პოლიტპატიმრებს სამრავლებთ, უბრალოდ ვერ იგებთ, რომ მე სამხალხისთვის არის პატივი. ვერ იგებთ, იმიტომ რომ ეს შეგრძნება უბრალოდ არ გაქვთ. ამასობაში, როდესაც თქვენ რუსული სპეცსამსახურების მომსახურებით, ივანიშვილის მონობით და ასევე საკუთარი ფინანსური კაპიტალის გაზრდით ხართ დაკავებულები, ძია ამაღლობელი თქვენ საკანში არის თავისუფალი. ჩემი სოლიდარობა ჟურნალისტ ძია ამაღლობელს და ჩემს ძალიან ძვირფას პროფესიონალ კოლეგებს ბათუმელებიდან და ნეტგაზეთიდან. სოლიდარობა ძია ამაღლობელს, უკანონო პატიმარს და საქართველოს ძალიან დიდ პატრიოტს. დიდი მადლობა მას მისი ბრძოლისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რაც მას გაუკეთებია მთელი ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებელი მედიის განვითარების კუთხით. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენ საქართველოს მოქალაქისთვის. ჩვენ დაგიცავთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოხვიდეთ საპატიმროდან. კიდევ ერთი საშინელი ისტორია, როდესაც ეს რეჟიმი ზუსტად იმ ადამიანებს იჭერს და ზუსტად იმ ადამიანების დაკავებით არის დაკავებული, რომლებიც ემსახურება თავისუფალ სიტყვას, ბრძოლობს თავგანწირვით, მას აქვს დიდი ისტორია ამ ბრძოლის, გაუძლო ძალიან დიდ არასამართლიან პერიოდს, ამიტომ ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით.